C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 32 პაციენტიდან ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ 23 პაციენტს სისხლში ვირუსი აღარ აღენიშნება. შუალედურ შედეგებზე თამარ ციკლაურიგი ამბობთ. 60 წლის თემურ დადიანი ერთ-ერთია იმ 23 პაციენტიდან, ვისაც C-ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ სისხლში ვირუსი აღარ აღენიშნება. ამბობს, რომ მკურნალობა პროგრამის დაწყებამდეც სცადა, თუმცა უშედეგოდ. სახელმწიფო პროგრამაში კი 15 მაისს ჩაერთო. 15 მაისს დავიწყე პირველი ამბი მივიღე, 12 ივნისს ვირუსი ჩემო ორგანიზმში აღარ იყო, მაგრამ ვაგრძელებ ჩვეულებრივად 6 თვიან კურსს, დამჭა 4 თვე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ აღმოიფრება ეს ყველაფერი. თემურ დადიანის მსგავსად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პრეპარატ სოფოსბუვირით მკურნალობის შედეგად სისხლში C-ჰეპატიტის ვირუსი აღარ აღენიშნება ირაკლი ქორიძესაც. სისხლში ვირუსის გაქრობის მიუხედავად დაზიანებული ღვიძლის ფუნქციის აღსადგენად იგი მკურნალობას ისევ აგრძელებს. ამ პრეპარატმა მომისწრო სულზე უკვე საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა მქონდა. დავიწყე მკურნალობა ერთ-ერთმა პირველმა, იმიტომ რომ ანალიზები უკვე მზად მქონდა. 14 მაისს დავიწყე, ერთი თვის თავზე გადავიმოწინე და რაოდენობა მაქვს 0 უარყოფითი. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვირუსი აღარ მაქვს C-ჰეპატიტის. C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შუალედური შედეგები დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა. ვალერი კვარაცხელიას თქმით, ამ დროისთვის C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში 1700-მდე პაციენტი მკურნალობს. რეგისტრაცია სულ 7000-მდე პაციენტმა გაიარა, რომლებიც პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. შედეგები არის იმაზე უფრო კარგი და იმაზე უფრო დამაიმედებელი, ვიდრე ჩვენ მქონდა განცდა და ჩვენ მქონდა მოლოდინი და ეს ძალიან გვახარებს, რომ ჩვენი პაციენტების უმრავლესობა შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ განიკურნა, მე ვერ ვიტყვი რომ მთლიანად, იმიტომ რომ გაქრობა ვირუსის არ ნიშნავს, რომ ისინი განკურნებულები არიან. C-ჰეპატიტის ელიმინაციის ღონისძიებები დაავადების პრევენციასთან ერთად ახალი თაობის მედიკამენტების უფასოდ მიწოდებას, ასევე აუცილებელი დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ქვეყნის მასშტაბით C-ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების გაცემა 6 კლინიკაში მიმდინარეობს, მათგან 2 ქუთაისსა და ბათუმშია, 4 კი თბილისში. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობა დაიწყო 100-ზე მეტმა პაციენტმა. შემდეგ კვირაში ამ კვირაში უпростоრე ჩვენ უკვე ველოდებით 42 ახალ პაციენტს, სადაც თანხმობაა მიცემული. 4 კვირის ანალიზით, რაც პირველი 4 კვირის შემდეგ გვაქვს მკურნალობის დაწყებიდან, შედეგები არის ძალიან კარგი, რაც ძალიან მაღალ შანსებს გვაძლევს საბოლოოდ ვირუსის განადგურების. პირველ ეტაპზე პაციენტებს პრეპარატ სოფოსბუვირით მკურნალობენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მეორე ეტაპზე ეს პრეპარატი ჰარბონით ჩანაცვლდება. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი პრეპარატი უფრო მეტად ეფექტურია. პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის მკურნალობის მეორე ეტაპიც უფასო იქნება. ამავე თემაზე 20-30 შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია უპასუხობს. ბატონო ვალერ, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმეთ დრო. ბატონო ვალერ, გავრცელებული ინფორმაციით პროგრამაში ჩართული არის 7000 პაციენტს სურს. თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ეტაპზე მკურნალობას რამდენი პაციენტი გადის და ვთქვათ დანარჩენები უკვე როდის მოახერხებენ დაახლოებით მკურნალობის დაწყებას? პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ, რომ მაძლევს საშუალებას ამ თემაზე ვისაუბრო. განსაკუთრებით დღეს, როცა ჩვენ მქონდა დღეს ბრიფინგი შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით და შეიძლება ვთქვა, რომ შედეგები ისეთია, რომელიც გვაძლევს იმისთვის საშუალებას, რომ ჩვენ ელიმინაციას ნამდვილად მოვახდენთ ამ ქვეყანაში C-ჰეპატიტის. რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას, 7000 პაციენტი გაატარდა რეგისტრაციაში სერვის ცენტრებში, ჩვენს მიარჩეულ სერვის ცენტრებში. ეს ნიშნავს, რომ ისინი გადიან ამ ეტაპზე ლაბორატორიულ გამოკვლევებს. რა შეეხება ჩართვას მკურნალობის რეჟიმში, ჩართულია 1700-მდე პაციენტი. ჩვენ ორ კვირაში ერთხელ გვაქვს კომისია და პაციენტების რიცხვი ყოველ კომისიაზე იზრდება. თუ პირველ კომისიაზე მომართვიანობა რა თქმა უნდა იზრდება, თუ პირველ კომისიაზე 32 პაციენტი გავატარეთ, ბოლო კომისიაზე 620 პაციენტი გავატარეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ტემპი ნორმალურია და ჩვენ ფიქრობთ, რომ აი ამ
ძიმე კატეგორიის პაციენტებს, რომელზეც ჩვენ ქონდა თხოვნა ჩვენს პარტნიორებთან და ამიტომაც დაჩქარდა თქვათ იგივე მედიკამენტის გადმოცემა ჩვენთვის, სადღაც ნოემბრის ბოლოსთვის 5000 პაციენტი უკვე იქნება ნამკურნალები, ან მკურნალობაში ჩართული და ჩვენ გადავალთ შემდეგ უკვე მეორე ეტაპში. კი ბატონო, ბატონო, 23 პაციენტს ერთიანი მკურნალობის შედეგად გავრცელებული ინფორმაციით სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი აღარ აქვს. რაზე არის კონკრეტულად რომ გითხრა დამოკიდებული თქვათ აი ასეთ მოკლე დროში ასეთი შედეგი? სამალზე მის უნიკალურობაზე, მის მაღალ ეფექტურობაზე, სხვას ვერაფერს ვერ დავაბრალეთ ამას, იმიტომ რომ ამ 23 ადამიანში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ადრე ნამკურნალები იყვნენ სხვა პრეპარატით და არათუ გაუქრათ ერთ პაციენტს მაგალითად მოემატა კიდეც რაოდენობა ვირუსების. ამ შემთხვევაში ერთი თვის თავზე უკვე 23 პაციენტს არ აქვს ვირუსი საერთოდ, 0-ია, 0 ერთეულია. არის რამოდენიმე შემთხვევა, თქვათ ერთ პაციენტს, რომელსაც 15 მილიონი ერთეული ჰქონდა, 30 ერთეული აქვს დღეს და ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან ეფექტურია ეს პრეპარატი, მაგრამ მე მინდა ძალიან კაფიოთ თქვა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ პაციენტებმა, რომელსაც სხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენო პაციენტებმა გაიგონ ამის შესახებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც გაუქრა თქვათ ვირუსი, მან მკურნალობა შეწყვიტოს. მკურნალობა უნდა გააგრძელონ და ბოლომდე მკურნალობა და ზუსტად იმ დოზით, იმ რაოდენობით უნდა მიიღონ ეს პრეპარატი, რაც მათთვის დანიშნულია კლინიცისტების მიერ. კი ბატონო, და მასე უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის შემოდგომიდან ახალი პრეპარატის შემოტანა იგეგმება. ანუ თქვენ დღეს ახსენეთ ფრაზა გაცილებით უფრო თანამედროვე. რატომ გახდა საჭირო თქვათ ახალი პრეპარატი? რამ განაპირობა? იცით, რაზეა საქმე, ის პრეპარატი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს და რომელთაც ვკურნალობთ ჩვენ პაციენტებს, რა თქმა უნდა უნიკალურია და მან თავისი თვისებები აგერ ერთ განმავლობაში დაამტკიცა. მაგრამ ცხოვრება ვითარდება, ეს კომპანია გილიადის ვითარდება და მან შექმნა კიდევ უფრო ეფექტური მედიკამენტი ჰარვონის სახით, რომელიც დღეს არის ბოლოს სიტყვა C ჰეპატიტის მკურნალობაში. უფრო ახალი, უფრო ძლიერი, უფრო კარგი, უფრო ეფექტური არ არის. აი ხა მოგიყვებით რით გამოირჩევა. სოვალდის შემთხვევაში ზოგიერთი გენოტიპის მკურნალობის დროს აუცილებელია კომბინირებული მკურნალობა, ეს ნიშნავს იმას, რომ სოვალთან ერთად უნდა მიიღოს პაციენტმა ინტერფერონი და რიბოვერინი. ჰარვონის შემთხვევაში ამ კომბინირებული მკურნალობის საჭიროება რაც შეიძლება ნაკლებია და თითქმის აღარ არის. მეორე რაც გამოარჩევს კიდე ამ პრეპარატს, თუ ამ შემთხვევაში 92-95%-ს ვამბობთ ჩვენ განკურნალობას, სოვალდის შემთხვევაში, სოფოსბურის შემთხვევაში, ჰარვონის შემთხვევაში ის კიდე უფრო მაღალია და 96-97%-ია ჯერჯერობით არსებული გამოკვლევებით. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ის კიდე უფრო წინ გადადგული ნაბიჯია C ჰეპატიტის მკურნალობაში და ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ეს პრეპარატიც გქონდეს ჩვენთან შემოდგომაზე. მე ძალიან გახარებული მოვედი თქვენთან და პატარა ექსკლუზივსაც გაგიმხელთ, რომ დღეს დარეგისტრირდა საქართველოში ჰარვონი და ხვალიდან უკვე ჩვენ გვაქვს თქვათ იმის საშუალება, რომ ის უკვე ოფიციალურად მივიღოთ, იცით რომ რეგისტრაციის გარეშე ჩვენთან მედიკამენტები არ შემოდის ქვეყანაში და დაახლოებით 4 დღის წინ გქონდა ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან გილიადთან, რომელსაც კიდე ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ შემოდგომაზე ჩვენ ჰარვონი გვექნება თბილისში. ძალიან სასიხარულო და ნამდვილად დამაიდებელი ინფორმაცია. მაინტერესებს ის პაციენტები თქვათ, ვინც ჩართული არის პროგრამაში და იმ შემთხვევაში თუ მათ მოისურვეს თქვა ამ შემთხვევაში უკვე ჰარვონით მკურნალობა მოახერხებენ ამას თუ სავალდებულოა ეს დამოკიდებული იქნება მათ მკურნალ ექიმზე გადაწყვეტილებებს ღებულობენ კლინიცისტები და მკურნალ ექიმები რომლებიც მუშაობენ იმ სერვის ცენტრებში სადაც ეს პაციენტები გადიან მკურნალობას თუ ესეთი საჭიროება იქნება რაოდენობის მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება და ისინი ჩვეულებრივად გადავლენ ჰარვონზე თუ ამის საჭიროება დადგება კი ბატონო აუცილებლად უნდა გითხოთ თქვა პროგრამა როდემდე გასტანს ამას ძალიან ბევრი გვეკითხება ჩვენს სხვათა შორის და პაციენტებისთვის მათ საყურადღებოდ ბუნებრივია კიდევ ერთხელ რომ დააკონკრეტოთ არის თუ არა უფასო პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა პროგრამა არის უფასო და ეს ყველა პაციენტმა იცის რაც შეეხება წამლის მხარეს იქ საერთოდ უფასოა ნოლია გადასახადი რაც შეეხება დიაგნოსტიკას აქ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენთანაც საუბრობდი ამის შესახებ 70%-ს სოციალურად დაუცველებისთვის იხდის სახელმწიფო ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო 30% თბილისის მერია, ბათუმის მერია, ქუთაისის მერია აიღეს თავის თავზე და ფაქტიურად მათთვისაც უფასო გამოდის. სხვა შემთხვევაში
30% იხდის სახელმწიფო 70% თვითონ პაციენტი, თუმცა იქაც ადგილობრივმა თვითმმართველობმა გაუწიეს დახმარება დაახლოებით 10%-მდე იხდის პაციენტი, დანარჩენს თვითმმართველობები და სახელმწიფო იხდიან. ეს დიაგნოსტიკაზეა ლაპარაკი და მონიტორინგი. კურნალობა არის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გკითხოთ, გამოდის მაშინ ასეთ პირობებში, რადგან თქვენ აცხადებთ, რომ თქვათ ამ ხარჯის დაფარვა გარკვეულწილად ნაწილობრივ მაინც ხდება მუნიციპალიტეტების თვალის შემდეგ. სხვათა მხრიდან გამოდის, რომ არ არიან ინფორმირებული პაციენტები. იცით რა, ჩვენ პრინციპში ამის შესახებ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ. ეს ინფორმაცია სად უნდა მოიყვანოს? ეს ინფორმაცია იქვე არის, ყველა სერვის ცენტრი ჩვენ დავავალდებულით, რომ გამოაკრას ეს ინფორმაცია. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ ეს ინფორმაცია გამოკრულია ნამდვილად და იციან ამის შესახებ. პირველ ეტაპზე იყო გარკვეული ხარვეზები, პროგრამა ჯერ არ იყო დაწყებული და რაღაც ეტაპზე პაციენტები მიდიოდნენ და ჯერ პროგრამა რახან არ იყო ჩართული მერიის მხრიდან, გარკვეული თქვათ გულისწყებელიც ამასთან დაკავშირებით გამოუხატავთ. თუმცა ეს ეხლა დარეგულირებულია და ამ მხრივ მე ეხლა პრობლემები ამხსნელი. ერთადერთი რაზეც პაციენტები ეხლა ზოგჯერ ჩივიან, ნუ ეხლა თუ ამას საჩივარი ქვია, ეს არის რომ თქვათ უცებ ვერ ხდება მათ თქვა დიაგნოსტირება გაიარეს და მეორე დღესვე ვერ ხდება მათი ჩართვა, მაგრამ ვერ მოხდება მეორე დღესვე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ პაციენტი ჩავხტოთ კურნალობის რეჟიმში. დიაგნოსტიკის გარდა რომ გაივლის დიაგნოსტიკას ამის მერე ის უნდა დაფიქსირდეს და გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში. სააგენტოში ეს დოკუმენტაცია ყველაფერი მზადდება და ამის მერე გამოდის კომისიაზე. კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების შემდეგ იცით რომ ჩვენ სახელი და გვარი არ ვიცით კომისიაზე. ამიტომ ბარკოდი ენიჭება ყველა პაციენტს. ეს ბარკოდი უნდა დაიტანოს თვითონ ამ ყუთზე, რომელიც არის სოფოს ბუვერის და ეს ყველაფერი მოითხოვს დროს. დაახლოებით 2 კვირა, 3 კვირა. ჩვენ ზუსტად იმ დროში ვეტევით, რაც არის ტექნიკურად ამ სამუშაოს შესაძლებლობა საჭირო. არანაირად ერთი დღითაც პაციენტის მდგომარეობა რთული როგორ ხდება. ჩვენ გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევაში ვხებულობთ და ბოლო კომისია იყო ამის კარგი მაგალითი. კომისიაზე შემოვიდა ესე მოულოდნელად 2 პაციენტის დოკუმენტაცია იმ პაციენტების, რომელთაც გაკეთებული ჰქონდათ ღვიძლის გადანერგვა და ჩვენ იქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო შემთხვევა და მეორე დღიდანვე დაიწყეს ამ პაციენტებმა მკურნალობა. და ჩვენ ამ შემთხვევაში მობილურები ვართ და ყველანაირად ვცდილობთ, რომ პაციენტს მივსადაგოთ ყველაფერი ის, რაც მას სჭირდება. კი ბატონო, როდესაც იგივე თქვათ, ცეჰეპატიტისა და მასთან ბრძოლაზე. ერთი რამე მკითხეთ, არ მინდა უპასუხო დავტოვოთ ეს კითხვა, მკითხეთ, როდემდე გაგრძელდება. გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო პაციენტი არ განეკურნება. ელიმინაცია ნიშნავს სრულ აღმოფხვრას, ამასაც გვედავებიან ზოგჯერ რატო ვამბობთ ელიმინაციას და რატო, ну ქართულად ვამბობ, სრულ აღმოფხვამდე გაგრძელდება ეს პროგრამა. კი ბატონო, დაახლოებით რამდენი 1000 შეძლება. იცით რა, ეხლა მიმდინარეობს ძალიან სერიოზული გამოკვლევა, იცით ალბათ ამის შესახებ, ძალიან სერიოზული გამოკვლევა. ამერიკულ CDC-სთან ერთად ვაკეთებთ ჩვენ ამას. თბილისი უკვე დამთავრდა იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, გადადიან ახლა გურიაში, აჭარაში. 4 აგვისტოს მთავრდება ეს გამოკვლევა და სადღაც აგვისტოს ბოლოს ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ციფრი, პატარა ალბათობით +-2%, ესე არის. ეს გამოკვლევა სავალდებულო არ არის. ეს არ არის სავალდებულო, აქ ლაპარაკი არის ამორჩევით გამოკვლევაზე და არსებობს სპეციალური ფორმულა, რომლის საშუალებითაც ბოლოს ისინი აკეთებენ დასკვნებს თუ რა რაოდენობა დაავადებულების მომართვიანობა როგორ ხდება? ანუ თავად მოდიან მოქალაქეები თუ რა თქმა უნდა თავად მოდიან, მაგრამ თავად მოსulis გარდა ჩვენ სკრინინგის რაკურული პროექტები გვაქვს მომავალწინე. კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროექტს და ჩვენ უნდა ვეძებოთ პაციენტები თუ არ იცის პაციენტმა რომ მას აქვს ეგეპატიტი და ის არის ეგეპატიტის ვირუსის მატარებელი, ჩვენ უნდა აღმოუჩინოთ და საკმაოდ ხშირად გაგვიგია რომ წლების განმავლობაში არ იცოდნენ. წლების განმავლობაში არ იცოდნენ, ეს არის ამ დაავადების ვერაგობა. აი ზუსტად ეხლა მაგალითად თვის ბოლოს არის ეგეპატიტის და ღვიძლის კვირეული, სადაც ჩვენ 10000-მდე პაციენტს ჩაუტარებს სკრინინგს უფასოდ ყოველგვარი გადასახადის გარეშე და ეს იქნება ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, ზუგდიდში. კი ბატონო. და იგივე ბატონო ვალე, როდესაც თქვათ საუბრობთ ცეჰეპატიტზე, რა თქმა უნდა და მასთან ბრძოლაზე უნიშნელოვანია უკვე პრევენციის მექანიზმი. გვაქვს იგივე შემოწმებული თქვათ სტომატოლოგიური კლინიკები. ამ მიმართულებით რა ვითარება? საინტერესო იგივე ტატუ სალონებთან მიმართებაში და ზოგადად სილამაზე სალონებთან. ჩვენ სერიოზულად წავიწიეთ წინ, მე თქვენთან როცა ვიყავი, მაშინ საუბრობდი იმის შესახებ, რომ 9 წლის განმავლობაში სტომატოლოგიური კლინიკები საერთოდ არ ექვემდებარებოდა არანაირ ლიცენზირებას და არა მარტო ლიცენზირებას, შეტყობინების რეჟიმიც კი არ ჰქონდათ მას. ეს ნიშნავდა იმას, რომ დილით შეგვიძლია გვეთქვა, რომ დღეს გავხსნის სტომატოლოგიუმ და საღამოს გავხსნის და ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, არც სამინისტრომ და არც სხვა ვინმე.
ჩვენ უკვე შევძელით ამ თვეების განმავლობაში სალიცენზიო პირობების შემოღება ძალიან კარგად იმუშავა ჩვენთან ასოციაციებმა, სტომატოლოგიურმა ასოციაციებმა, მათთან შეთანხმებით მოხდა ეს ყველაფერი და უკვე არსებობს სალიცენზიო პირობები, ტექნიკური რეგლამენტი უკვე დამტკიცებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სააგენტო უკვე ხარისხის კონტროლის სააგენტო უკვე შედის სტომატოლოგიურ კლინიკებს და მათ ამოწმეთ უკვე სალიცენზიო პირობების სტომატოლოგიურ კლინიკებს რაც შეეხება ტატუ სალონებს, იქაც გაკეთდა ტექნიკური რეგლამენტი, ტატუ და სილამაზის სალონის არ არის სუფთა სამედიცინო საქმიანობა, ამიტომ ჩვენ იქ არ აქვს უფლება რომ შემოწმების შევიდეთ და სალიცენზიო პირობები დაუწესოთ, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები შევიდნენ მონიტორინგს ატარებენ. მონიტორინგს ატარებენ, ჩვენ არ აქვს უფლება გამდინარე იქიდან რომ ეს არ არის სუფთა სამედიცინო საქმიანობა, მაგრამ მონიტორინგი ტარდება, ამიტომ იქაც გაუმჯობესებულია მდგომარეობა. მონიტორინგი ნებაყოფლობითია თუ ამ შემთხვევაში თავიდან იყო ნებაყოფლობითი და მე მაშინაც ვამბობდი რომ ეს იყო გაცნობითი ხასიათის ვიზიტები, ხო უკვე გაცნობითი ხასიათი არ ქვია, არის მონიტორინგი და ტექნიკური რეგლამენტის ამიმართულებითაც დამტკიცებულია, დადგენილება, შეკაცვლილება შევიდა. ეს უკვე გვაძლევს იმის საშუალებას დავინახოთ რა ხდებოდა, მიუთითოთ და პრინციპში რაღაც ზომებიც მივიღოთ, რომელსაც ღებულობთ კიდეც და დღეს მდგომარეობა სერიოზულად გაუმჯობესებულია. ამის გარდა იმ პერიოდში რაც მე თქვენთან არ ყოფილვარ 500-მდე სტომატოლოგმა გაიარა კვალიფიკაციის კურსები ინფექციებთან ბრძოლის კუთხით. სტერილიზაცია, თქვათ, დეზინფექცია, როგორ უნდა მოხდეს, რა უნდა გააკეთონ, სერიოზული კურსი არის შექმნილი და გადიან ისინი მუდმივად და ძალიან ბევრ კლინიკაში უკვე ეს ჩვენი მოთხოვნა იყო, არსებობენ პიროვნებები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინფექციების კონტროლზე და ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ვიცით ვის უნდა მოვკითხოთ ამის შესახებ. ეხლა მიმდინარეობს ექიმების გადამზადება. ნუ პროცესი მუდმივად გრძელდება, მუდმივად რაღაცა ხდება. ეს ბუნებრივია, ძალიან კარგია, თუმცა მე მაინტერესებს მათ შორის და დარწმუნებული ძალიან ბევრ ჩვენს მაყურებელს, სად შეიძლება თქვა ინფორმაციის მოპოვება იგივე სალონებთან, ტატუ სალონებთან და სტომატოლოგიურ კლინიკებთან მიმართებაში, თქვა თუ იქნება შემოწმებული კლინიკების საიტზე ყველა შემთხვევა კლინიკის დაჯარიმების ჩვენ ადრევას ვერ დებოდით, გამომდინარე იქიდან რომ არ გვქონდა ამის უფლება, ჩვენ გვაქვს უფლება სალიცენზიო პირობების დარღვევის და ამის გამო ყველა ეს იქნება საიტზე. დეტალი იქნება გაწერილი და შეგვიძლია პრობლემის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უკვე გვაქვს ამის უფლება. ძალიან კარგი. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი თემა ბატონო, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას იწყებთ. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რას გულისხმობ ძირეული? ჩვენ ეთყობა ვერ ვისვენებთ მაინც, ამიტომ სულ რაღაც რეფორმას ერთვამთავრებთ, არა დაუმთავრებია, მაგრამ ერთ დიდ თემას დავიწყოთ, მეორე, ეს ძალიან დიდი თემაა, მინდა გითხრათ, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა უმნიშვნელოვანესი თემა არის. გამომდინარე იქიდან რომ ბევრმა ქვეყანამ გაიარა ეს ეტაპი და ამ შემთხვევაში სერიოზულადაც დაისაჯა ისეთი ქვეყნები, რომელსაც თქვა პირველად ჯანდაცვას არ მიაქციის ყურადღება და ყველაფერი გადმოვიდა გოსპიტალურ სექტორზე და გოსპიტალურმა სექტორმა ამ დატვირთვას ვერ გაუძლო და სერიოზული პრობლემები შეექმნათ უკვე პაციენტებს და იქ მაცხოვრებლებ ადამიანებს. ჩვენ არ გვინდა იგივე მოგვივიდეს, ამიტომ ვიწყებთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. ჩვენ გვინდა რომ დაახლოებით 80% ყველა იმ სერვისის და ყველა იმ სამედიცინო მიმართულების, რომელიც არსებობს ქვეყანაში, იყოს პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მოქცეული და მხოლოდ 20% იყოს გოსპიტალურ სექტორში. დღესდღეობით თქვენს კარგად იცით, არის ესეთი მდგომარეობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რამე ატკივდება, მიდის პირდაპირ კლინიკაში, რაც ერთის მხრივ ძალიან რთულია, იმიტომ რომ კლინიკა ძვირადღირებული ფუფუნებაა და მეორე მხრივ ამ კლინიკებში უაზრო რიგები იქნება და ეს მეორე მხრივ პრობლემას ქმნის. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩავატაროთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანი ფუნქცია, ძირითადი ფუნქცია ჯანდაცვის გადავიდეს პირველად ობიექტებზე, ეს არის სოფლის ექიმები, შემდეგ ამბულატორიები, პოლიკლინიკები, მეორე რიგის ოჯახის ექიმები, დღეს ოჯახის ექიმების გვერდისავლით ხდება თქვა მიმართვიანობა პირდაპირ კლინიკებზე და ფუნდამენტი ჯანდაცვის არის სამი რამ, ეს არის ხელმისაწვდომობა, ეს არის ხარისხი და ეს არის ხარჯეფექტურობა. ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომობა ჩვენ მეტნაკლებად შევძელით რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტით შეგვექმნა ქვეყანაში, უკვე გადავდივართ მეორე და მესამე მიმართულებებზე და იმედია რომ ამ რეფორმასაც ესეთი წარმატებით დავასრულებთ, როგორც თქვა საყოველთაო. ფინანსები თუ არის უკვე გათვალისწინებული? ისეთ რა არის, ამისთვის ეს ჩვენ უკვე მუშაობთ კონცეფციაზე, რა დონის უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და ფინანსების დათვლა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა გვეცოდინება
რა რაოდენობის პირველადი ჯანდაცვის ობიექტები დაგჭირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და როგორი უნდა იყოს ის თქვა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სოფლის პატარა ამბულატორია, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პოლიკლინიკა, რომელსაც მეტი ხარჯი ჭირდება, როცა დავვითვლით ამას, ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ ხარჯებთან დაკავშირებით. და უკვე ბოლოს შეკითხვა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ეს კონკრეტულ შედეგებზე დაახლოებით როდესთვის უნდა ველოდოთ. ჩვენ ვთვლით, რომ წლის ბოლომდე შემოდგომაზე ჩვენ უკვე გვეცოდინება ზუსტად რას ვაკეთებთ, დავიწყებთ და ეს არ არის ერთი დღის საქმე, კარგად იცით, დაახლოებით ერთი წელი მაინც დაჭირდება მინიმუმ იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ქვეყანაში გვაქვს პირველადი ჯანდაცვა. სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს ახლა იმის განცდა, რომ ჩვენ პირველადი ჯანდაცვა გვაქვს. 2016 წლისთვის უნდა ველოდოთ. უნდა ველოდოთ, რა თქმა უნდა, გვექნება და თქვენ დაინახავთ, რომ ძალიან ეფექტური ფორმა არის ადამიანის მკურნალობის. ძალიან ცუდია, როცა ყოველ მეორე ადამიანი ჭირდება ან ოპერაციული ჩარევა, ან მაღალი ტექნოლოგიური რაღაც ჩარევები. ძირითადად უნდა ხდებოდეს პრევენცია, მათი მკურნალობა პირველი ჯანდაცვის ობიექტებში და მე არ იქნება საჭირო ამდენი ოპერაცია, ამდენი მაღალი ტექნოლოგიური გამოკვლევა და ეს ყველაფერთან ერთად ხარჯებსაც აგვიზოგავს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ისედაც ძალიან ძვირი უჯდება. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ, თქვენ თქვენ ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა არის დამოკიდებული და მდგომარეობა. უღრმესი მადლობა. 2030 შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პასუხობდა.